ვინც ამას გეგმავს და გასაგებია ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და იქიდან წამოსული ამბები და რაღაცა და ეს კონკრეტული ჯგუფი ამას სპეციალურად აკეთებს, ხო, აი ახალგაზრდებს რაც გაუკეთეს ახლა ნახეთ, მაგრამ მარტივად არის ხო საქმე რა. აი ხა იმ გზაამბნეულ ახალგაზრდებზე ვიძახი რა. რო დაფიქრდები ხო, აი მარტივად არის ძალიან საქმე. არის ერთი მხარე, სადაც იქიდან წამოსულ, აი არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძვიან, ხო, ეხა ხელისუფლებაში მოსასვლელად, თამას ყავი იმათ უკან დგახარ. ხო? და არის მეორე მხარე, ვის შენი ქვეყნის ინტერესებისთვის გახარ, თავს არ უხრი არავის, ხო? ეს ორი მხარე არ არის, მეტი ხო არ არის არა? და ტიპები იძახიან, რომ არასამთავრობოების უკან რო დგავართო, ჩვენთან არის სიმართლეო. აი ამას ელემენტარულად მეტი კი ზოგი გაბრაზებულია რომ მე დამაჯარიმეს დაუშვათ არასწორად და მე ისა და მე უკვე ფული აღარ ამაქვს რაღა გადავიხადო და მაგრამ პირველი ისი ფიქრე სად დგეხარ ხო არა ხო რატომ აშავ აი ვის ინტერესების დამცველი ხარ ეს ხო შეგიძლია იფიქრო რა და აშკარად ხარ გარე ფულის გარე და გავლენების ინტერესების დამცველი თან სხვას რო ეხვეწები რომ გამოდი და დამიდექიო რა ეს არის მასაგიე თან მეორე ამბავი არის კიდე ის რომ მილიონობით რავდი 100 სასამართლო მოვიღეთ სტრასბურგში ალბათ სამართალი ჩვენ მხარეს არის მაგას მაინც დააკვირდი ხო ქართულ სამართალზე ხო არ გეუბნები და ქართულ მართლმსაჯულებაზე გარეთ ყველანაირი სასამართლო მოვიგეთ რაც თვითონ იმათმა შეიტანეს ხო ამით მაინც მივხვდი რომ მართლები სიმართლე აქეთ არის არა მაინც იქ დგანან და იძახიან რომ აი ხა ეს ბოლო ამბავია ცეცხლი ოლიგარქიას ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა რა უნდა გადაარჩინო კი არ უნდა გადაარჩინო უნდა დაღუპო ეგ არის თქვენი ამბავი ეგ არის 30 წლის წინანდელი ამბავია იგივე ვისაც ამ ქვეყანაში არეულობა უნდა დღეს აი ამით უმეტეს ის ჩემი მეგობარი ვერასოდეს იმიტომ რომ სხვა იხეირებს ამ არეულობით და ამას როგორ ვეხედავ გესმის აი ეგ არის და მაგათ რო არეულობა უნდათ ვერ ხვდებით უკვე მეხუთე რევოლუციის მცდელობა იყო მე იცი გია რა მაკვირვებს იცი ამათმა არიციან კიდე ვერ ხვდებიან რა არის ომი ამ ქვეყანას 4 ბომბი უნდა მეტი კი არაფერი არ უნდა ამათმა არ ვიცი არც რიგი არიციან არც შიმშილი არიციან არც პაკრიშკების ცეცხლი არიციან არაფერი ნუ თუ არ ახსოვთ უფროსთაობას და ახალგაზრდამ თუ არა როგორ არეუბნებიან თან კონცერტები უნდა თან ესე არ ხდება ცოტა უნდა მოეფერო ამ ქვეყანას კაცო ცოტა უნდა რაღაცა გზა მონახო იმისათვის რომ შენ მშვიდად იყო და ომი არ იყოს და შენ რომ მეუბნები წადი და იომე ეგრე სად არის კაცო ეგრე სად არის მე რაზე ბრაზდები იცი კიდევ ერთხელ ვეუბნები არც ერთი ხრის ის არა ვარ უბრალოდ ეს ხელოვანი კაცი რო არის ამიტომ გიждები ნუ ახლა ცოტა ამ ხნის კაცი ხარ ხო უნდა იფიქრო ყველა ციხეში დაჯდა აქეთა ოპოზიცია თუ რაც არის გამოიყვანეს პატა ბურჭულაძე ჩეგევარა ისა რა ქვია ფიდელ კასტრო და პატა ბურჭულაძეს ხელით უნდა გააკეთოთ გადატრიალება ქვეყნის ეგეთი რამე საერთოდ გაგონილა პატა ბურჭულაძის კონცერტებზე აღარ მიდიოდა ხალხი კაცო და ვინ გაყვება ვინ გაყვება ცოტა ხო უნდა დააფიქრდე ვინ გეძახის და საით გეძახის და რატო გეძახის რაღაცა გზა ხო უნდა მასწავლო რომ გავყვე ამ გზას